ახლა პიპერის ხმას იქით ძერაზის ეტყობა და წეღასაკეთია ეხმაურება ზუსტად იმ სიგნალზე. ახლა შეიძლება კამერაში არ ისმის, ახლა ცოტა შორს არ. პიპერი რო დაუკრავს ის იქიდან ბანს აძლევს. წერა. მოკლედ აქ მითხრეს ქათამი არისო. ამ ადგილებში თურმე კარგა ყოფილა ამ სეზონზე ქათამი. და მე კიდე გვიან გავიგე უკვე ქათამი გასულია, არაფერი არ იყო რა. ერთი კაი ჩემი ძველი ნაცნობია. კაი მონადირე იმან მითხრა რა. გვიან დავრეკე და ახლა უკვე დეკემბრის 23 დეკემბრის 23 და გასულია უკვე რა. შიდა ქართლიდან ბიჭებასაც გაიარეს რაღაც გადაფრენებზე ისმის ასაცროლები. აქთან ის ჩამოდის, რიყე ჩამოდის, რაცა იხვია ხოლმე. ჩემმა ძველმა ნაცნობა ეცხოვრობს. უნდა დავაგუბო რიყის გვერდზე პატარა ტბასეფა აგულებს. ხვით ახლა არჩენა. კარგა რომ კვარზე რო კარგი შემოვა. მე ამოყვება ხოლმე აქ. ერთ 3 დღის წინ ამიფრინე აქედან ქათამი. მე 2 დილით ამოვიდა ის. მეც ის არის, აი ბონდოროა თქვენებული. ჩემი ძველი ნაცნობია და მაგან მითხრა რა, გვიან დავრეკე. არის ხო? არც ვიცოდი აქ ქათამი თუ შემოდიო. აბა აქეთ გადადი აქ ყოლებაზე აი. ხო ვიცი. და მე აქედან იქით გადაფრინდეოდი იქ მოვკალიო რობება. მეც აქეთ დავყავდა ხოლმე საქოლმეში. რამდენი დღის წინა? ეს 3 დღის წინა. შანსი არა ისა მარტო არ იქნებოდა სუწყვილად მინახია ამ პერიოდში როცა მინახია. არა უკვე ის არის გასულია შიდა ქართლიდან აი ნაკლებად მოიპოვება რა. ძმაურა შაშარა მიამდოსო სუნახულობდი წელსაც ააბეჯოში. ო არა წელებს გაცანი ეს ადამიანი. აი თქვენ საფუთ როგორი კარგი ადამიანია, ბრალო შეგინებული. და მინდა რომ ყველა ეს ადამიანს მეთქმა გაუმარჯოს და უფალი ფარადის. სხვა არ გეტყოდა, არ დაგარიგებდა, არ მიგითითებდა. არა ვიშურობა არა დადის არ დადის ქათამი ესეთი კარგი ადამიანები. წელი არ არის რომ
ფაბრიკელი ხარ, ხო? ო ეხლა ეს აქაც უხი იყო და ეხლა არ გაჩერდები. აბა გადავალე რა გავყვები. აი ეკერა ხიდი არის ზედა იმის. ლატოქზე და გადაყავდა. ახლა Poli. Აი ეგ ნაჯდომი იყო, აი. აი ეგ და ნაბული გაუკეთა, ნაჯდომი იყო. ეთყობა ამღამინდელი იყო და გადავიდა. აი ეხლა ნაბული გაუკეთა რა, გაჩერდა და ეთყობა გადაფრინა. შეიძლება თითოეულა შემორჩენილია ეხლა როგორც გაიგეთ გუშინ თუ გუშინ წინ მოუკლავთ მოუპოვებიათ შეიძლება თითოეულა მაგრამ იმ დღეს კი მითხრა ბონდო ხელსარიელები მოდიოდნენ შესაძლებელია ეხლაც ეთყობა ამბახშია ნაჯდომი ან სადღაც ზის აქთან გადაფრინდა Poli. Modiak. Modiak. ჩემი ძველი სანადირო ადგილები აქეთ გადმოვედი ახლა როგორც მითხრა იქითაც იცის და აქეთ ქედანი ნაკლებად ადრე კი ეხლა თორე ადრე აქ ბლომოთ ქედანი იყო ხომ აი მანძაროური მაგის გადმოსული ძალიან დიდი გუნდები შემოდიოდა აი ამ დროს ეხლა სადღა ქედანი ოდახეთ რა იხვის ფრენას რა მაგრაგო ახეთ დაღას დიდი მიფრინავდა იხვივით ყვავი არ იყო ქედანი არ იყო წერა და იმას სხვანაირი ფრენა აქვს აი ძალიან გავდა იხვის ერთსალი იყო დავიჯერო შესაძლებელია იხვი ფაქტია შემოსული აი მეებში ძალიან ბლომათიცის ეხლაც მითხეს არისო ეგ რასოფელიც არის ეს ჩემი ძველი ნაცნობია გრიტი აი ნაძვებზე შიგნით იქით ხარეს მაგრამ გრიტზე მე არ ნადირობ ატომღაც მეწოდება ახლა ვინც ნადირობთ
ცუდად არ გამიგოთ, ჩვეულებრივ ნუსხაში შესული, სანადირო ნუსხაში. უბრალოდ მე ჩემი პრინციპია და არ ნადირებ რა. ნუ კედარის ტრადიციონალია, ერთი შესაძლოა მეორეც, მაგრამ რატომაც კუკურიცე არ მიყვარს ნადირო. აღა და გემრიელი ხორცი კი აქვს. თურმე არც ხორციც არ გამისინჯია. ხო, ეხლა შევყვებით აქ ბაღებია და აქ ფერმა მახსოვს აქ დიდი ძაღლები ხავთ, დიდი და ესე უკვე ძაღლები არ გამომივარდნენ. ნუ მოკლედ ალბათ ბევრი ნახავდით მარლენის და გოგას გადაცემებს ბევრი უყურებთ. ნუ მოხდი გამარჯვებულთა შორის მახსოვს გოგა იძახდა ხოლმე რაღაცა კროკოჯი უნდა დაწერო თუ რაღაც რავი არც ეგ არ დამიწერია სპეციალურად რომ არ მოხვედრილიყავი იმ გათამაშებაში და ეხლა აქტიურობით კომენტარებზე აქტიურობით ვაქტიურობ ის რაც ძირითადად უფრო კანონმდებლობაზე როცა გადაცემა მიდის კანონმდებლობაზე პირდაპირ ეთერია თუ ნუ ძირითადად პირდაპირ ეთერი ხოლო არასდროს მიფიქრია რაღაც გამარჯვებაში მოხვედრა იმას რასაც ღმერთია მოწმენდა ბევრი ხედავს იმას რასაც კომენტარია პოსტია საქმეა შეკრება თუ რაც არის იმას რაც დავიწყე თავიდან ყველაფერს გულით ვაკეთებ რომ რაღაცა შეიცვალოს რაღაცით მივუახლოვდეთ ევროპას და რაღაცა კარგი დაინერგოს იმიტომ რომ მომავალთაობას რაღაცა გქონდეს და საერთოდ შეიცვალოს სიტუაცია კარგისკენ. ამიტომ ხოლმე ნუ უყურებდით მე და დათა უყურებდით ზუსტად იმ გადაცემასაც თურმე პირველ პოლი მოდი აქ ნახე პირველად როცა გამოცხადა გამარჯვებული ვიდეოს ბოლოში კარგა მახსოვს ფაუსტის ვერტიკალულებიან ძვირადღირებულ ვერტიკალულებიან იარაღზე იყო აი ის არის ვაიცა ძაღლები არ გამოგვივარდეს ფაუსტის ძვირადღირებულ იარაღზე იყო საუბარი და ნუ ბოლოს ტელეფონმა დამირეკა წუთიერად გავედი ალბათ მაგ დროს არა და მახსოვს აი ბოლოს როცა გამოცხადა უყურე შეიძლება ნუ მე პალი შეიძლება მე არ იმასავქენი მოდი შეიძლება მე არ დავაკვირდი არ მივაქციე ყოლადღება რა ხო მაგრამ მახსოვს რაღაცა მარლენოს თქვა აიო გამარჯვებულებიო და რაღაცა ეხლა ვიცოდი რაღაც ვიდეო და რაღაც სახალწლო გათამაშება სიმართლე გითხრათ 100 თავიდან და რამე ყოლადღება არ მიმიქცევია და არც იმიტომ ვაკომენტარებდი რომ და რომ მომეგო და ერთ სიტყვით არ მივაქციე ყოლადღება რა გავიდა დღეები მე მარლენ მომწერა რომ ბიჭო არ ანახეო მოგებული ხარო ესე და ესეო ვიდეო დამიდო კოდი ვაუჩერი 50 ლარიანი ვაუჩერი კროკოჯის გამომიგზანა კოდი ხო თავიდან ცოტა აი რო თქვა რა შევსხვასე მართლა იმიტომ არ ვაკომენტარებდი რომ რაღაცა მომეგო ნუ ერთ სიტყვით ეხლა
შეიძლება ვერ მოსქვას 50 ლარი რა უნდა ის არ არის 50 ლარზე აქ საუბარი 50 ლარია 5 ლარია 10 თეთრია თუ 5000 ლარია იმას კი არა აქვს ვაიმე მეგონი ქათამია ბობიმიდი რაღაცა დახოვლა და ანაჯდომია თუმ ქათამია ლათქონდა ქათამია თორია ადგილზე იყოს და იქაც გააკეთა ნაბული ბუბი ვა это апремили ура та моდი თან ვისაუბროთ თუ აფრინდება ხო ესური და მაჩვენა ის ვიდეო რომელზეც იყო მოგება მეც სხვა მომდევნო ვიდეოზეც განთავსდა ის მოგების ცხრილი აი ну რა იმ 50 ლარში ხლა ესა ონლაინ მაღაზია ყოფილა კრაკოჯი შევედი პროდუქციაზე მრავალფეროვანი პროდუქცია ათანეძებს არაფერია ბუბი შევედი რა უნდა ამერჩიო ახლა ну 50 ლარში ხლა ფიქრობდი რაღაც ფული დამემატებინა და სხვა რამე ნივთი შემეძინა უფრო ძვირადღირებული ну რაღაცები იყო მისაღები და ასაღები ხო და 50 ლარში ძალიან ისეთი ის იყო რა ხო და თავიდან ეგრე მქონდა გადაწყვეტილი რომ რაღაცა დამემატებინა და რაღაცა ნივთი შემეძინა მაგრამ მე ვიფიქრე რომ ის ფული რომ დავემატებინა რაღაცნაირად ის არ გამოდიოდა რაღაც ნაჩუქარი ჩემი ფული დამატებული აი სწორე გამიგეთ რა ხო მაინც საჩუქართან საჩუქრად თითქოს არ ითვლებოდა რა პირად რა თქმა უნდა მაგრამ ხო და მეთქვი რაც არის სრულყოფილი საჩუქარი რო გამოსულიყო და უფრო გემრიელი საჩუქარი, ნამდვილი საჩუქარი, ავდექი და თლიანად 59 ლარად ვიყიდე აი ეს ну მალევე 2 დღეს 3 დღეში მივიღე აი ეს მიქსერი და მიქსერი რატომ ეხლა კაკრას ახალი გაფუჭებული გქონია მეც არ ვიცოდი დედაჩემ აი მიქსერიც ის არისო გაფუჭიდაო რა და ავდექი და საახალწლოდ ეს მიქსერი გამოვიწერე ну დიდი მადლობა მარლეს გოგას გათემაშებაში ასევე მონაწილეობას იღებდა ირაკლი ფოფხაძეს უბმესი მადლობა კიდევ ვიძახი მნიშვნელობა არ აქვს 50 ლარიანი ნივთია 5000 ლარიანი თუ გასისინებული ჯიპი იმ საჩუქარს ჯერ ძალიან მეხათრება ხოლმე საჩუქრების აღება რა მაგრამ აი გულით მოცემულ გადმოცემულ პავლი მოდი აქ რაღაც ნაძიდომი გულით გადმოცემულ საჩუქარს სხვანაირი დატვირთვა აქვს და სხვანაირი სიხარული აქვს რა
ის თუნდაც რაღაც უმნიშვნელო ნივთი გაჩუქნა. ის უფრო დასამახსოვრებელია და უფრო ეტკბილად მისაღები მოსაგონია. ერთ სიტყვით დიდი მადლობა და სხვებსაც კიდე ბევრი რამე მოგეგოთ რა. ისე სხვათა შორის რაც შეეხება მოგებებს, όλοι მოდი ესე გადავიდეთ. რაც შეეხება მოგებებს, მაინც და მაინც ბედი არ წყალობს ხოლმე რა მოგებებში. აი ეხლაც ადრე იყო ფეხბურთი ძალიან არ მიყვარს, მეგობრებთან ჩამოთრიეს და კროკოში თამაშობდი ხოლმე, ეხლა აყოლა იცის ცოტა. მეტი წილი რაღაცა იყო პატარა მოგებები, მაგრამ ერე წაგებებზე წავედი შევეშვი დავანებე თავი ათრევა და აყოლა იცის, და იმის მე რაღაც მითამაშია. და ხო მართლა სულ დამოვიწყდა თავარი. დიდი მადლობა. კროკო მოულელი ბახი. დახი რამდენი ჩხლებთ. ეხლააფრინა გუნდი აქ. მოულელი ბაღი არის რა რატო ქვეყანა ვაშლეყრია ძირში ამ ზამთარს იქნება ბლომოთ ჩხლართ ეხლაც დიდი გუნდია